ამიტის გულისთვის ჩაიხოსნენ ქართველები ცხინვალში და იმერში. რატო ერევანში არ არიან? რატო აზერბაიჯანში არ არიან? მარტო ჩვენ ვართ ეს რა თქვენ სტუმართ მოყარი ხალხი. უცხოური გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის განვითარების წინაპირობას უწოდებს სამოქალაქო სექტორი. ისინი ასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს, ისინი უზიარებენ თავის ცოდნას საქართველოს მოქალაქეებს. თავისუფალი ბაზრის და თანაბარი კონკურენციის მომხრეებისკენ მაგდა ანიკაშვილი, სასოფლო-სამეურნეო რეგულაციების გამკაცრების ინიციატორებისკენ ვაკა გორგილაძე. ცეცხლის ხაზეთგანან გიორგი ახვლედიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს ქართველი გლეხი უცხოელი ფერმერის მსახურად არის ქცეული. ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობას მხოლოდ ღია საზღვრები განავითარებს. უნდა იყიდებოდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე. დაპირისპირება ცეცხლის ხაზზე. საღამო მშვიდობისა ეთერშია ცეცხლის ხაზი, გადაცემა, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან არა მარტო სტუმრები, არამედ წამყვანებიც. მე ვარ მაგდა ანიკაშვილი, ლიბერალი. მე ვარ ვაკა გორგილაძე, კონსერვატორი. ნანა დევდარიანი თავის ლერწმის სტრატეგიაში წერს, მიწა ქართველებისათვის მხოლოდ ეკონომიკური საგანი არ არის. ეს რომ ნამდვილად ასეა, ილიას ერთ-ერთ სტატიაში მოყვანილი ფაქტი ადასტურებს. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, როგორც კი გლეხებს მიწის გამოსყიდვის უფლება მიეცათ, შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტის აღების ნაცვლად, გლეხობამ ნახტფულზე შეიძინა და დაიკანონა მიწა. საქართველოსაგან განსხვავებით რუსეთმა ხმა კონკრეტულ მემამულეზე იყო მიმაგრებული და რა მიწაზე. საქართველოში ტრადიციულად გლეხი მიწაზე იყო დამაგრებული. ერეკლე მეორემ აკრძალა ხმის გაყიდვა მიწის გარეშე. მიწისადმი ამ დამოკიდებულებაზე იდგა ქართული სახელმწიფო და თავი შეინარჩუნა იმ ძველ პერიოდშიც კი, როცა სახელმწიფო სოციალისტი დაკარგული ან შეზღუდული ჰქონდა. სხვათა შორის ეს დამოკიდებულება შეინარჩუნეს დღემდე ისრაელში, სადაც უცხოელის მიერ მიწის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გასული საუკუნის დამოკიდებულებით, რომ ვერც ერთ დარგში და მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე და წარმატებულ სისტემას ვერ შექმნი, ეს ნამდვილად ვიცი. სამაგიეროდ არ ვიცი, შხამიანი კიტრი იზრდება უცხოელის ხელში თუ პამიდორი არ მწიფდება. საერთოდ რა გავლენას ახდენს მიწის მესაკუთრის ეთნიკური წარმომავლობა მოსავლის ხარისხზე. ეჭვი მაქვს, რომ უფრო დადებით, რადგან თუ ადამიანი უცხო ქვეყანაში მიწაზე სამუშაოდ ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად უნდა და იცის ამ საქმის კეთება, მაგრამ მე სხვა რა მაინტერესებს. თუ ასე უყვარს და წყურია ქართველ გლეხს მიწაზე მუშაობა, რატომ არის ეს ნაკვეთები წლების განმავლობაში დაუმუშავებელი? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ის, რომ ქართული მიწის ოკუპაცია საზოგადოებისთვის არა რუსი ჯარისკაცის ჩექმასთან, არამედ ინდოელი ფერმერის სანდალთან ასოცირდებოდეს. უნდა იყიდებოდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე. ამ შეკითხვას დღეს ცეცხლის ხაზის საპირისპირო პოზიციებიდან უპასუხებენ გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა და ვახტანგ მეგრელიშვილი, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. უნდა იყიდებოდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე, ეს არის ჩვენი ინტერაქტივის კითხვა. დაგვირე კეცარი უფასოა, გადაცემის ბოლოს ჩვენ შედეგებს შევაჯამებთ. აქვე გაგაცნობთ ცეცხლის ხაზის წესებს, ორივე დაპირისპირებულ მხარეს მიეცემა საშუალება, რომ გამოთქვას თავისი აზრი, თქვენ შეგიძლიათ დებატოთ, შეაწყვეტინოთ ერთმანეთს და დაუსვათ შეკითხვები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დისკუსია გაცდება დებატებისთვის დაშვებულ საზღვრებს, ჩვენ გამოვიყენებთ ზარს, რაც ნიშნავს, რომ კამათი უნდა შეწყდეს. ბატონო ვახტანგ, მე ხდება შეკითხვა ესეთი, მე მაინტერესებს, ვიცი რომ ლიბერალებისთვის ეს ზოგადად ლირიკა, მაგრამ მაინც კითხავთ. აი თქვენთვის მიწა მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიაა? ანუ თქვენ როდესაც საუბრობთ მიწის გაყიდვაზე უცხოელებზე, მხოლოდ აი ამ ცნებებით ოპერირებთ, მოგება სარფიანია, დაეხმარება ეკონომიკურ სტიმულად იქცევა და ასე შემდეგ? ეს თქვენ სხვას რას გულისხმობთ? მე თქვენი აზრი მაინტერესებს, მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიაა. ჩვეულებრივი კატეგორია, ანუ საკუთრება შეიძლება იყოს თქვენი, არ ვიცი, ბინა მე-19 სართულზე, ან შეიძლება იყოს რაღაც მიწის ნაკვეთი, ან მანქანა, უძრავი, მოძრავი. ანუ ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეს არის ეკონომიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არის არაეფექტურად გამოყენებული. ანუ ავტომობილთან გათანაბრებული საკუთრება მიწა ქართული. ანუ ყველაფერი ხო გაზომვადია. ანუ თუ ჩვენ გავალთ გაზომვის კატეგორიებიდან, მაშინ ჩვენ იძულებული ხდებით, რომ შემოვიტანოთ რაიმე ან რელიგიური ან მსგავსი ფაქტორი, რომლითაც მე არ შემიძლია ოპერირება. გასაგებია და თქვენი აზრით მიწის უცხოელებზე გაყიდვის გარეშე წარმოუდგენელია
ქართული ეკონომიკის წინსვლა, კეთილდღეობის მიღწევა? მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ იმ ქართულ ხალხზე დამოკიდებული, რომელიც სინამდვილეში ფლობს ან უფრო მეტად დღეს სახელმწიფო, ანუ დღეს რეალობა რო წარმოვიდგინოთ რა გვაქვს, ხო? მიწის უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფოს ხელში, დაახლოებით სადღაც 20-25% არის კერძო მესაკუთრებიანი საქართველოს მიწების გულისხმობ, ხო? შესაბამისად, ეს მიწა რომ იყოს ქართველი ხალხის ხელში, არ აქვს მნიშვნელობა სოფლად მცხოვრები თუ არა სოფლად მცხოვრები. ზუსტად მათი გადასაწყვეტი იქნებოდა მიეყიდათ ან თქვა გაესხვისებინათ საკუთარი საკუთრება უცხოელზე, ქართველზე თუ ნებისმიერ მემკვიდრეობით გადაეცათ თავიანთი შვილებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა მიგონორებს იმაში, რომ აი ამ პროცესში ძალით ერევა სახელმწიფო და ის ადგენს ისეთ წესებს, რომელიც ჩვენი აზრით მიუღებელია ამავე საზოგადოების განვითარებისთვის და პირველ რიგში აზიანებს ამ საზოგადოებას, ვიზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამის არგუმენტებად არის ძალიან ხშირად ისეთი არარაციონალური რაღაც მოსაზრებები შემოტანილი, რომ ეს არის რაღაც ქართული მიწა, რომელიც და ჩვენ მეგონი მთელი გადაცემის განმავლობაში მოგვეცემა საშუალება, რომ გავარჩიოთ ერთმანეთსგან მითოლოგია და რეალობა. გიორგი, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა მესაკუთრე? აი ეს მაინტერესებს. ჩვენი ინტერესი არის, რომ მიწა იყოს დამუშავებული, მოვიდეს მოსავალი, გაიყიდოს ეს მოსავალი, მესაკუთრემ გადაიხადოს ფული ბიუჯეტში, რომელი ეთნიკური წარმომავლობის არის და უშუალოდ ეს ადამიანი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი და გეტყვით რატომ მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. აქ ძალიან ბევრი უზუსტობა იყო დაშვებული ჩემი კოლეგის და ოპონენტის მხრიდან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოში აი ეს მიწები, რომელიც ძალიან დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენენ ყიდვის თვალსაჩინო, არის თურმე აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს ხელში და კერძო მესაკუთრეების ხელში არის მცირე პროცენტი. ძალიან მარტივად საზოგადოება ჩვენ აუხსნათ, სულ 9 წუთი დამჭირდება იმისათვის, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ანუ ის შეფუთვა, რომ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი მიწები იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შემოვიდეს თუნდაც ბევრი ფული, აი ახლავე დავანგრევ აი ამ სტერეოტიპს და აი ამ მითს. და მითებზე მე ვილაპარაკოთ. საქართველოში არის 3 მილიონი ჰექტარი, რომელსაც ეწოდება სასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე მიწა. ამ 3 მილიონი ჰექტარიდან მილიონი ჰექტარია ისეთი, რომლის ყიდვის მიმართ არსებობს ინტერესი. ეს არის უცხოელის ინტერესი თუ საქართველოს? უცხოელის ინტერესით და საქართველოს ინტერესი. საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესით, ვისაც ეს ინტერესი აქვს. ეს არის სახნავ სათესი მიწები და ეგრეთ წოდებული მრავალწლიანი ბაღები და ვენახები. აი ეს არის 1.100.000 ჰექტარი, რომელიც წარმოადგენს ინტერესს. დანარჩენი ეს არის მინდვრები და საძოვრები 1.900.000 ჰექტარი, რომელიც საინვესტიციო ინტერესს არ წარმოადგენს. ანუ რას ამბობ, ცოტაა ეს თქვენ ამბობთ? არა, ეს ცოტაზე არ არის აქ ამ შემთხვევაში. 1.900.000 არის ის, რასაც არ აქვს, ასე ვთქვათ, ინტერესი გასაყიდად. ანუ მისი ყიდვა არავის არ უნდა საძოვრების და მინდვრების. ინტერესი არის 1.000.000 ჰექტრის მიმართ. ეს 1.000.000 ჰექტარი დაახლოებით ესეა გადანაწილებული. დაახლოებით 600.000 არის. დაახლოებით ვამბობ პლუს მინუს სადღაც 30-40.000 რო არ შემეშალოს. 600.000 არის კერძო საკუთრებაში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძირითადად ხელში ეს მიწები გადანაწილებული გლეხებსა და ფერმერებს შორის და დაახლოებით 350-დან 400.000-მდე ეს არის სახელმწიფოს ხელში. უფრო ნაკლები კიდე. რა მნიშვნელობა სადაურია მესაკუთრე? ეხლა მეგეთყვით. ნახეთ ეხლა როგორი სიტუაცია არის, აი ამას დავასრულებ ზუსტად ნახევარწუთში და წარმოიდგინეთ ეხლა, აი ამ 1.000.000 ჰექტრიდან 38% არის ისეთი მიწა, რომელსაც ეწოდება ასე ვთქვათ, ნაყოფიერი და ბუნებრივად ხარისხიანი მაღალი მიწა, რომლის ინტერესი არსებობს ყველასფრიდან რო იყიდოს. 21% ეს არის საშუალო მაჩვენებლის, რომელსაც ნაკლებია ინტერესი და 51% არის დაბალი ხარისხის მიწები, რომლის ყიდვა არავის არ უნდა. ანუ ჩვენი 1.000.000 ჰექტარიდან დაახლოებით 400.000 ჰექტარი არის ისეთი, რომელიც შეიძლება გახდეს საინვესტიციოდ საინტერესო. ამ 400.000 ჰექტარიდან 150.000 არის სახელმწიფოს ხელში. 250.000 არის კერძო მესაკუთრის ხელში. ეხლა მითხარით, რომ გავყიდოთ საუკეთესო პირობებში, საუკეთესო ფასად 150.000 ჰექტარი. მე სხვა კითხვა დაგიშვით. მე ჯერ ვამბობ ეკონომიკურად რამდენად ინტერესია. გეტყვით აუცილებლად, ოღონდ ეკონომიკური ინტერესი სხვა არის. ეკონომიკური ინტერესი სხვა საზოგადოებამ ხონდა იცოდეს რისი გაყიდვით უნდა გავზარდოთ ბიუჯეტის. აი მითხარით, არის რისი გაყიდვით უნდა გავზარდოთ, შემოვიტანოთ ისეთი ინვესტიცია, რომ ქვეყანა ავარჩენოთ. ანუ ეს გაპრები ხონდა დავანგრიოთ ეხლა ნათესები. მოდის კიტრი და პამიდორი.
რამე მნიშვნელობა აქვს ინდოელია, ფრანგი თუ ქართული. აი შეხედეთ, ანუ 150.000 ჰექტარი ყველაზე კარგ ფასში ბატონებო რო გავყიდოთ ჩვენ 1 ჰექტარი 2,000 და $3,000. ეს ხო არ აღემატება 450 მილიონს. 450 არ გვიღირს, არანაირად არ გვიღირს საერთოდ რომ გავყიდოთ მიწა. არ რომ ეს ყველაფერი უცხოელს რომ მივყიდოთ, მაგრამ ყველა რო უცხოელს მივყიდოთ, არ გვიღირს, რა თქმა უნდა 400 მილიონი იმან რომ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი, არამედ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რესურსი, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქართლობის გამსაზღვრელი თუ გნებავთ, რაც არ აინტერესებთ ლიბერალ მეგობრებს, აინტერესებთ მარტო როგორც შეფუთული კარაქი ეს მიწა, მაგრამ ამ შეფუთული კარაქის მდგომარეობაშიც კი ეს მიწა არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ინვესტიციისათვის საინტერესო, ის ინვესტიციატევადი რესურსი არ არის. არის თუ არა საინტერესო ამას გადაწყვეტს ის, ვისაც აქვს ინტერესი. თქვენ მითხარით, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვის მოყავს მოსავალი მიწაზე? არა, გეტყვით საქმე იმაშია, რომ დღეს ყველაზე დიდი ინტერესი მიწებთან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც არსებობს კონკრეტული ბიზნესმენების, კონკრეტული ინვესტორების მხრიდან. მე არ ვლაპარაკობ რომელიღაცა პანჯაბელ ფერმერზე, რომელსაც იქ ნახევარი ჰექტარი. სწორედ პანჯაბელ ფერმერებზე ლაპარაკობ. იმათთან დაკავშირებითაც ვისაუბრებ. აქ არის საქმე საიმაში, რომ მიწებთან მიმართებაში მთავარი ინტერესი სოფლიოს კაპიტალის მხრიდან არის დაბანდება, არა მოსავლის მიღება, არა დამუშავება, არა მისი როგორც ასე ვთქვათ, თქვენ ამტკიცებთ, რომ იყიდიან ამ მიწებს და არაფერს არ გააკეთებენ, მოსავალს არ მოიყვანს. ჩვეულებრივი მოვლენა არის, იმიტომ რომ მიწა ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასაბანდებელი ადგილი არის კაპიტალისათვის. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში რომ ვიცოდეთ, მიწის რესურსი არ მრავლდება მსოფლიოში, ის მხოლოდ და მხოლოდ კლებულობს გაუდაბნოების და ასე შემდეგ მიზეზების გამო და შესაბამისად ის ყოველთვის რაც კლებულობს და ცოტა ყოველთვის ფასი ემატება. ამიტომაც დღეს ნაყიდი $2,000 1 ჰექტარი, ან 400 მილიონად ნაყიდი 150.000 ჰექტარი, მერწმუნეთ 2-3 წლის მერე, 5 წლის მერე, 10 წლის მერე აუცილებლად გახდება 600-700 მილიონი. მიუხედავად იმისა, იქ მოიყვანს კიტრს და პამიდორს, მოწამულს ვინმე თუ არა. გამიგეთ საქმე რაშია. მოდით ახლა ეს მითხარით. კარგით. გასაგებია. ჩვენ გავარკვიეთ, რომ არავითარი ინვესტიციატევადი დარგი ეს არ არის და აპელირება ამ თემაზე. კარგით. კი, ეს ასეა და აპელირება იმ თემაზე, რომ ჩვენ თუ არ გავყიდეთ ეს 150.000 და ავიღუპებით, ქვეყანაში ვერ შემოვა თანხა. ხუანინში ჩადებული ინვესტიცია ჩინელებისგან ორჯერ დიდი იყო, ვიდრე 150.000 ჰექტარი მიწა ღირს, მაგრამ რაღაცა არაყვავებულა ჩვენი ქვეყანა ამ ინვესტიციით მხოლოდ და ეს არის არაადეკვატური მიდგომა. მაგრამ თქვენ მაინც არ მიპასუხეთ კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის მესაკუთრებელი? ქართველი დააბანდებს, უცხოელი დააბანდებს, მაგრამ სხვა ერთი კითხვა, ეთანხმებით თუ არა ამ ანალიზს, აქ ხო რაღაც პროპორციებზე იყო, რაღაც მონაცემებზე იყო საუბარი, ანუ პრინციპში მიწა, რომელიც შეიძლება პოტენციალურად წარმოადგენდეს ინტერესს უცხოელ ინვესტორისთვის, ეს არის 1,000,000 ჰექტარი. იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ მიწა შეიძლება სპეკულაციის საგნად იქცეს, ანუ ფინანსური სპეკულაციის, მაგრამ ჩემის აზრით ეს რაღაცნაირად რეგულირდება. აი რა სიტყვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვიტყოდი იმას, რომ რაც ბატონმა გიორგიმ ახლა თქვა, ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სტატისტიკა, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკა. შეიძლება ამ გადაცემას რაღაც ფორმატის შეწყვეტინება შესაძლებელია. არა, ძალიან კონკრეტული სტატისტიკა არის, არა, რას ქვია, მე სტატისტიკით საუბრობ. იქნება მომისმინოთ, რას ვამბობთ და არა, თქვენ შეგიძლიათ არ დაეთახოთ, არა, მე სტატისტიკა კი არ საერთოდ ახლა რეალობასთან არ დაკავშირებაც თემა. სტატისტიკა არ მომყავს როგორც რაღაც ეჭვის იმით არ უყურებ. სხვა რამეშია საუბარი. მნიშვნელობა ამ რაოდენობებს არ აქვს. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მილიონი ჰექტარია და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო მიწების დეფინიცია ის არის არასწორი განსაზღვრება. მათ შორის ძალიან სასაცილოა, რომ თქვენ შეგიძლიათ სასოფლო სამეურნეო მიწა ქართული კანონმდებლობით მას შეუცვალოთ და გადაიყვანოთ როგორც არასასოფლო სამეურნეო კატეგორიაში, მაგრამ უკან ამის გაკეთება არის წარმოუდგენელი. მაგრამ საქმე რაშია, რომ აი ახლა ბატონი გიორგი რასაც ამბობდა, რომ ჩვენ გვიღირს თუ არა ამის გაკეთება, ეს არ არის არც ჩემი, არც ბატონი გიორგის და არც თქვენი გადასაწყვეტი. ეს უნდა იყოს იმ ადამიანების გადასაწყვეტი, რომლებიც ფლობენ. ეს შეიძლება სახელმწიფომ
იფიქროს, რომ თქვა, მის საკუთრებაში რაც მიწაა დარჩენილი, როგორი ტიპის პრივატიზაციას გააკეთებს და როგორ ჩართავს ეკონომიკაში. ანუ ჩვენი პრობლემა რა არის? ჩვენი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ვინაიდან ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება, რომ მაქსიმალურად ყველა რესურსი, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანაში, ჩავთოთ ეკონომიკაში ეფექტურად. მიწა არის ერთ-ერთი მსგავსი რესურსი. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, რომ განვითარებული ქვეყნები ის ქვეყნები, რომლის მსგავსიც ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ. ამ ქვეყნებში მიწაზე დასაქმებულია, ანუ სოფლის მეურნეობაში ზოგადად დასაქმებულია 5%-ზე ნაკლები მოსახლეობის. საქართველოში, როგორც ღარიბ ქვეყანაში 3%-ია კი ბატონო. დიახ, არის ქვეყნები, რომლებსაც 1%-ზე ნაკლებიც არის, მაგრამ ეს შეიძლება სპეციფიური შემთხვევა იყოს. მე ვიღებ თელს განვითარებულ სამყაროს, რომლისკენაც ჩვენ როგორც ქვეყანა, როგორც საზოგადოება მივისწრაფთ. გიორგი, სწორედ ამას ამბობს, ეს უცხოეთის მოქალაქეები აჩერებენ, აბანდებენ და აჩერებენ თქვენ ინტერესებს. მე ზუსტად მაგას გეუბნებით, რომ ანუ აი ის ნაწილი, როდესაც ბატონი გიორგი საუბრობდა იმაზე, რომ უცხოელები რაღაცა მიწას ყიდულობენ და შემდგომში ამ მიწაზე არაფერს არ აკეთებენ, ეს გახლავთ აბსოლუტური ზღაპარი. ანუ სრული ანუ არ შეესაბამება, მოდი ასე ვთქვათ, სინამდვილეს, ხო? იგივე მაგალითად არის არაერთხელ დადასტურებული ფაქტი სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მაბადე დამსვაზე უპრაკონოდ იყიდება ეს მიწები. ეს ტერმინოლოგია მე უბრალოდ საერთოდ არ მესმის, ვერც კი ხვდები რას ნიშნავს უპრაკონოდ, ანუ თუ ჩემი საკუთრებაა, იმას მე მინდა გამოვიყენებ, შემიძლია გამოვიყენო, სპეკულაციას პრინციპში გამორიცხავ. პირობების რა გარეშე. გულისხმობთ? მიწის სპეკულაცია არის ძალიან კარგი რამ. მიწის სპეკულაცია ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში, როდესაც ხდება მიწების ყიდვა-გაყიდვა, ეს კონკრეტული საკუთრება, ანუ ქონება ეძებს ყველაზე ეფექტურ მესაკუთრეს. ეს არის სპეკულაცია. ანუ საბოლოო ჯამში მიწა უნდა აქ არის ძალიან კონკრეტული ადამიანებთან შეიძლება დავასრულოთ, თუ შეიძლება დავასრულოთ. არა, ეს ძალიან დემაგოგიურ მიმართულებაში მივდივართ, სპეკულაციებთან დაკავშირებით და მიწის როგორ მაშინ რო თქვენი გადაცემა ვერ შედგება და თქვენ გადაწყვეტთ. გისმენთ? ხო. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ მიწაზე დასაქმებული დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის 44%-დან ჩვენ თუ გავხდებით ასეთივე განვითარებული ქვეყანა 39%-მა ბოლო სტატისტიკით უბრალოდ ასე ახლა მე ამ სტატისტიკას რომ წესე იყოს არანაირი 42 იყოს ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა დარჩეს მხოლოდ 5%. უნდა დარჩეს 5%, ანუ სამუშაო ეფექტურ სოფლის მეურნეობაში დარჩება 5%, დანარჩენმა ადამიანებმა უნდა გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში. ჩვენ გვაქვს აი ეს მოცემულობა. ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტი, ამ მიწის ყიდვა-გაყიდვის ინსტრუმენტი იყოს თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან და ამ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ თავის გიორგი, გავაგრძელოთ ეს თემა. ჩვენ პრინციპში ვთანხმდებით იმაზე, რომ დაუმუშავებელი მიწა ცუდია, ამაში დაგეთანხმეთ, რომ ცუდია გაჩერებული მიწა. მაგრამ მოდით ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ. ყველას ინტერესი არის, რომ მიწა იყოს დამუშავებული, მოვიდეს მოსავალი. ახლა მითხრეთ, რა განსხვავებაა, ვის მოყავს მოსავალი? ქართველს მოყავს, ინდოელს, ფრანგს თუ გერმანელს? აი აქ თუ არის განსხვავება. საქმე იმაშია, რომ სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოში არ მოყავს ავსტრიელს, გერმანელს, ფრანგს. ასეთებიც არიან მაგალითად. ეს არის ალბათ 0.1% ალბათ მთელი ამ სურველებისა თუნდაც ან იმათი ვინც მოახერხა ამ პერიოდში მიწის ყიდვა. რა პრობლემა გვაქვს? არაადეკვატური ჯერ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების 2012 წელს მიღებულის და შემდეგ არაადეკვატური გადაწყვეტილება რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და შემოვლითი გზებით ბანკების მეშვეობით უცხოელების მხრიდან მიწის ყიდვა მაინც და ავიგე არ არის ფრანგი დაინტერესებული ინდოელი. დიახ, უპირველეს ყოვლისა გავარკვიეთ ის რომ არავით არის ინტერესი ინვესტიციასთან მიმართებაში აქ არის. არაფერი არ გავარკვიეთ. ფაქტია. არაფერი ფაქტია. დაეთანხმებით ამ სტატისტიკას. სად არის მაჩვენეთ ფაქტი. რა? სად არის ფაქტი? რა ფაქტი? ხო, ამბობთ რომ ფაქტიაო და სად არის ფაქტი? ის არის რომ ამ შემთხვევაში ეს არ არის ინვესტიცია ტევადი დარგი. ძალიან მარტივი მათემატიკა ხდება. 150,000 ჰექტარი რომ გაამრავლოთ, $300,000. და მივხვდებით რა თანხა შეიძლება. რაზე ლაპარაკობთ? გესმით რომ ერთჯერადად მეგობრებო. ისე კი არა, მრავალწლიანი ინვესტიციით. ერთჯერადად. გიორგი ლაპარაკობს იმაზე, რომ არ არსებობს ინვესტიცია უცხო. ეს არ არსებობს. ადამიანები ჩამოდიან და მიწას ამუშავებენ. ინვესტიციას რას ეძახით? მილიარდები უნდა იყოს ინვესტიცია $1,000. ბატონო ვახტანგ, თუ გაქვთ ეს ფაქტი,
არა, დაასრულოს, ვაკა ძალიან. იმას პირველი თემა დავხუროთ ის თემა, რომ ამითი შემოსული ფული არ არის ჩვენი ბიუჯეტის რა შუაშია ბიუჯეტი 3%-საც ვერ უკავშირდება. რა შუაშია ბიუჯეტი? ეხლა გადავიდეთ რისკებზე. შუაშია ბიუჯეტი. ეხლა გადავიდეთ რისკებზე. უპირველეს ყოვლისა, შევხედოთ სტატისტიკას. კიდევ ამბობ, არავითარი უცხო ქვეყნის ევროპის და ასე შემდეგ ამერიკის ფერმერები აქ არ ჩამოდიან. ეხლა ჩამოდიან საქართველოში ვინ ძირითადად იმ სახელმწიფოს წარმომადგენლები, სადაც ჭარბი მოსახლეობის გამო სახელმწიფო აფინანსებს მათ, იმისათვის რომ წავიდეს სხვა სახელმწიფოებში. ამას რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო აფინანსებს და გეტყვით. ის ადამიანები, მაშინ როდესაც საქართველოში იყიდება მიწები ისე რომ არავითარი ის დანაშაული რო იყიდება, მეორე ის დანაშაული რო არავითარი კონტროლის მექანიზმი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. არ გვაქვს კანონი მიწის ფლობასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციები პრაქტიკულად არ გვაქვს. და ასევე ქართულსაც შეუძლია. ყიდულობს უცხოელი, ამ შემთხვევაში ვთქვათ იგივე ინდოელი ან პაკისტანელი ან მაგალითად ნიგერიელი, მე მაქვს ესეთი ფაქტი, საინტერესო მოგიყვებით შემდეგ ამ ფაქტს თუ დავჩადრო, აღშფოთებულმა მოსახლეობამ თხოვა და დებს ლაპარაკობ. აი კი ბატონო, შესაბამისად, დებს ლაპარაკობ. თქვენ ისე ლაპარაკობთ, ეს არის ცუდი, რატო? რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, ეს არის საფრთხე. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ამ მიწებზე ამუშავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ მოყვებათ უამრავი ადამიანი, საქმდება არა ის არამედ არ ქართველი, არამედ უცხოელი. ის პროდუქცია გამოდის არა საქართველოს ბაზარზე, არამედ და ესეც არის მცირე რაოდენობა. ეხლა მე გეტყვით, ის ნარატივი, რომ თითქოს მიწას ვერ მოიკიდებდა, იყიდოს მერე რა. საქმე იმაშია, რომ სურვილისამებრ მოიკიდებს კიდევაც. ხომ ყოფილხართ ეგვიპტეში? დიახ, ხომ ყოფილხართ ეგვიპტეში? ხომ ყოფილხართ უდაბნოს პირობებში მყოფ კურორტებზე? გინახავთ ხო შუა უდაბნოში პალმები? დიახ, ის სპეციალური აი ესეთი მოჭრილი ჰუმუსების საფუძველზე ყიდულობენ მიწას რომ ეჯუგებარება მოიკიდონ და წაიღონ საბა როგორ ფიქრობთ ეგვიპტის კურორტებზე როგორ ხდება მიწების დაყოფიერი მიწების გამოყენება სცენარეული საფარის გასაშენებლად როგორ ფიქრობთ იქ არ არის მიწა სასაცილოა ის რომ ჰუმორისტულ გადაცემაში ვარ არა სასაცილოა ის რომ უამრავი მიწა სწორედ აი ესეთი ფორმით გადის იმ ქვეყნებიდან ერთი ფაქტი მაინც ბატონო ვაკალე რატომ გეცილებათ აი მართლა მაინც რა არის ამ სასაცილო აი მაგალითად მიწის ალბათ როგორც ხდება არ გინახავთ ეს ეს გავრცელებულია ლიბერალების არა მიწას რომ ზურგზე ვერავინ წარმოიდგენს პალმაზე ეწერა რომ ერთი წუთით რა და კერძოც არ იქნება ორი ძალიან სამწუხარო პრეცედენტია ერთი პრეცედენტი უკავშირდება კოსოვოს როდესაც ალბანურმა ეთნიკურმა ჯგუფმა პრაქტიკულად გამოგვლიჯა სერბეთს თავისი მიწა ეს მოხდა აი ესე მოხდა გამრავლდნენ ეს მაგალითად სხვათაშორის ჩვენთვისაც აქტუალურია გავიხსენოთ სამაჩაბლო ამდენად აი ეს ირონია ნარევ დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია არის ფაქტი ორი მოხდარი მე-21 საუკუნეში ხო როდესაც სხვა ეთნიკური უმცირესობა ეუფლება რაც გარკვეულ ტერიტორიას და ხდება ესე იგი ამ ტერიტორიის გამოყოფა მე არ მესმის რატომ არის ესეთი დამოკიდებულება ირონიენარევ ცინიკური აი ამ არგუმენტების მიმართ რა არგუმენტებსაც ახმოვანებს ეხლა გეტყვით ანუ ფუნდამენტურად ცდებით ყველა თქვენს მიერ გაკეთებულ დასკვნაში თქვენ და რაც შეეხება ბატონ გიორგის უბრალოდ მართლა სასაცილოა იმიტომ რომ ეს არის ეთნონაციონალიზმის ფაშიზმის და არაადეკვატურად როლზებით ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი რა შეიძლება თქვენ იმდენს რაღაცას ლაპარაკობთ ძალიან ხო თავი შეიკავეთ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხების დროს ქილიკისაგან და სიცილისაგან სასაცილო არაფერი არ არის სასაცილო ის არის თქვენთვის კარაქი რო არის ეს მიწა და უსაფრთხოება დავარქვათ არა ეთნონაციონალიზმის არ უსაფრთხოება არ არის ეს პრობლემა სასურსათო დამოკიდებულება არ არის ეს დავიწყოთ იქედან რომ კონკრეტულად აი მიწის ფაქტორი რომელზეც თქვა ჩვენ ხო საუბრობთ რომ ვიღაცა შეიძლება შემოვიდეს და იმის გამო რომ აქვს უცხოელებს მიწა ეს მიწა სადღაც წაიღონ ხო ანუ ეს უბრალოდ არც ერთი ფაქტით არ დასტურდება. ცხადია ჩვენ შეიძლება თქვა ჰუმუსის გამოვიყენოთ, რაღაცას გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური აქტივობა. იმის გამო რომ რაღაცა საქართველოს უდაბნოდ გადაიქცეს, ამის არანაირი რისკი რომ არ დგას, მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, უდაბნოდ გადაქცევა. უდაბნობის პროცესი ისედაც ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია, რო იცოდე. მეორე ოდნავ მაინც ხომ უნდა ჩაიხედოთ საკითხში, ხო? რას ქვია გაუდაბნოებას არ გამოიწვევს. ეს თავისთავად ხდება ეს პროცესი.
რამდენიმე ჰექტარზე მოჭრის გიორგი, რამდენი პროცენტი წაიღეს? არ გამოიყენე, არ გამოიწვევს. რაზე მელაპარაკებს გიორგი, თქვენ რაღაცებს იგონებთ ახლა სასწაულებს და სასწაულებს უცრავად, როდესაც მივახცევ რაღაცა საშიშტო პროცესს, მე დავიწყოთ საუბარი, ხო? 400 წელი უნდა იმ ჰუმუსის წარმოქმნას ისე. იცით? დამშვიდე. არ უნდა დავშვიდე, ეს ფაქტია და რაღაცა წაიკითხე. მეორე საკითხი რაც არის. ანუ ის რაც მოხდა სამეჩაბლოში და აფხაზეთში, ეს აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არანაირი მიწის საკუთრებასთან. მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის დროს მიწაზე საკუთრება უბრალოდ ბუნებაში არ არსებობდა. იმპერიის დროს ხდება. რა მნიშვნელობაა, კაცო, არ არსებობდა საკუთრების ფენომენი და ეს საკუთრების ფენომენი არის ჩვენი ქართველი ხალხის, ანუ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო არის ერის სახელმწიფო. ერის სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ის კანონი, რომელიც ამ საკუთრებას იცავს, რომელიც თქვა შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთი თუ შეიძლება იყოს რაღაც უძრავი ქონება, ეს არის ჩვენი საერთო ნებით დაცული საკუთრება. ჩვენ ვაწესებთ იმ პირობებს, რა პირობებითაც ეს საკუთრება შეიძლება გქონდეს მაგდას ან თქვენ ან მე. მათ შორის უცხოელს ერთი და იგივე პირობებით, ხვდებით? ანუ შესაბამისად ამ ადამიანს არანაირი განსაკუთრებული უფლება არ აქვს ამ თავის საკუთრებაზე. ვერც მოჭრის ჩვენ თუ ამის უფლებას არ ვაძლევთ ამ საკუთრებასთან ერთად და ვერც ვერაფერს ვერ უზავს და თუ შემთხვევით რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა. ერთი წამი რა გეხვეწებით, ერთი წამი მართლა. ანუ ესეთი ბოდვა არ შეიძლება რა. და მიწა სარგებლობის კანონმდებლობა საქართველოში არ არის. დამშვიდდით. არა, დამშვიდდით. ტყუილების თქმას დაანებეთ თავი. ტყუილების თქმას. აბა, იტყუებით ახლა ზიღართ და იტყუებით რომ ვიღაცა ადამიანს პრობლემა ამე როგორ შეიძლება? თუ გნებავთ რომ ჩაშალოთ გადაცემა, ჩაშალოთ გადაცემა, მაგრამ თუ გნებავთ რომ არა, არაფერს არ შვი კაცო. მაშინ დამშვიდეთ, მაშინ ცოტა ხანი გაჩვდით პროსტო. გაჩვდით. შეიძლება იგ გაასაღოთ როგორც სიმართლე ძალიან. მე ვთქვი რომ თვითოული თქვენი ნათქვამი არის გიორგი, მაგრამ ამის გამო მე თქვენ არ გაჩერებთ. მოკლედ, მითხარ რომელი კანონი არეგულირებს იმას რომ ამის უფლებას არ მიცემს მიწის ფლობელს. მითხარ რომელი კანონი არეგულირებს იმას რომ ვერ მოჭრის ვერავინ ხუმს ვერ წაიღებს. კანონი დამისახელებს. ხო, ვაცალოთ ერთმანეთს. დაასრულოს ბატონო ვახტანგმა და მე მეგაკვირვებ ბატონო ვახტანგ. მითხარ რომელი გაგების პრობლემას გაქვს. არაფერი შინაარსის გაგების პრობლემა არ მაქვს. სიტყვას თქვენ გავიგე რა. ხო, ეს თემა ამოვწუროთ და ანუ მოკლედ რეგულაცია ჩვენი საქმეა. ჩვენ უნდა დავარეგულიროთ საკითხი ისე რომ ეს საფრთხეები არ შეგვექცეს. ეგეთი საფრთხეები უბრალოდ მართლაც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ უბრალოდ ოდნავ წინ გავიხედოთ, რომ რა გვაქვს მთავარი პრობლემა მომავალ 5-10 წელიწადში. ტექნოლოგიები დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ იმდენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები რაც არის დღეს პლანეტაზე, ჩვენ აღარც კი გვჭირდება. ანუ ბევრად უფრო ეფექტური სოფლის მეურნეობა გვაქვს. არათუ ის, რომ ხალხია ნაკლები დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, ფიზიკურად სავარგულებიც კი არ გვჭირდება იმდენი. რასაც წეგან ბატონი გიორგი ამბობდა, რომ რაღაცა მიწასო აჩერებენო და სამომავლოდ რაღაც ინახავენო, მაგაში შეიძლება იყოს სიმართლის მარცვალი იმ ნაწილში, რომ დღეს ნამდვილად ჩვენ ვაწარმოებთ იმაზე მეტ პროდუქციას, ვიდრე დედამიწის მოსახლეობას მოხმარებისთვის სჭირდება. ანუ ეს არის უბრალოდ ფაქტი და რაც უფრო მეტი დრო გავა ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად, ახლა საუბარი არის იმაზე, რომ მაგალითად რაღაცა ცათამბჯენები არ შენდეს. საქართველოში როგორი არის მაგის წილი? ოინდ დავშვიდით რა. არა, რა დავშვიდეთ? საქართველოში 20% იმპორტირებული მეურნეობის პროდუქცია. კარგი, 20%-ია. ანუ მე მგონი გაგეცით პასუხი. ამის საკუთრებად ბუნებაში არ არის. ძალიან საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილება. გიორგი, გააგრძელებთ, რა თქმა უნდა, უპასუხოთ, მე კიდე იცით რა მაინტერესებს. თქვენ დაზღვეული ხართ, რომ თუ დაუშვათ საფრთხე ეს არის, რომ მიწა გააქვთ ეგვიპტეში და იქ პალმებს ზრდიან ჩვენ მიწას. ქართველი მესაკუთრე არ გაყიდის ამ მიწას, რა გარანტია აქვს ქართველი არ გაყიდის და უცხოელი ყიდის. რომ ქართველი მესაკუთრეებისგან ჯერჯერობით ამდაგვარი ფაქტები არც დაფიქსირებულა და ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი რამ ქართველები ყიდიან, იმიტომ რომ უჭირთ და შემოსავალი ჭირდება. თუ კარგად გადამიხდია მე გადავყავ. ჩემთან გამოვაგზავნეთ გიორგი. თანახმა ბატონი ვახტანგი მე გავყიდი ჩემი მიწიდან ხუმუს თუ თქვენ მიშოვით კლient. რა თქმა უნდა თქვენ გაყიდით, აბა რა ზიზავთ კაცო რა თქვენს რო ჩავარდეს ეგ გაყიდით კი არა უარესაც უზავთ კაცო. ჩემი მიწიდან გავყიდით შეიძლება გააჩუქოთ კიდევაც. ძალიან საინტერესო არის საერთაშორისო გამოცდილება ბატონი ვახტანგი შეეხო ამას. საერთაშორისო თუ ასეთ საერთაშორისო გამოცდილება საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე განსაკუთრებით ლიბერალურად განწყობილი ადამიანებისათვის იმ თვალსაზრისით როგორი საკანონმდებლო რეგულაციები დავაღწესოთ მე ქვეყანაში. რატომ ხდება გამაგებინეთ მაშინ ის რომ სოფლიოს ყველა სახელმწიფო რომელსაც აქვს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მიწა, სახნავს ათესი, რაღაცა გარკვეული ფონდი და რომელიც
ძალიან მკაცრად იცავს აი ამ თავის სასოფლო-სამეურნეო სახნავს ათეს მიწებს. გამაგებინეთ, რატომ არ არის ავსტრიელისათვის მიწა? ეს მაგალითები რომ მოყავთ ყოველთვის საერთაშორისო სახლი და მანქანა. პირობები ერთნაირია, აი მოცემულობა, ხა ავსტრიული მიწის მიმართ რა ინტერესიც არის, ქართული მიწის მიმართ იგივე ინტერესია. რატო თურქული მიწის მიმართ არ არის? არა, ეს მითხარ, მართლა ერთი და იგივე მდგომარეობაში ვარ და ავსტრიაში არის უამრავი დაუმუშავებელი მიწა და ესე იგი ელოდებიან რომ იქნებ ვინმე გამოჩნდეს და დაამუშავოს. უკაცრესი პირობები არის იქ მიწის შეძენა. იქ არის პრობლემა რომ მიწა არის დაუმუშავებელი და ეძებენ რომ იქნებ ვინმე რამე დათესოს. ძალიან სხვა საკითხს ვხებით ახლა იმ თვალსა ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ხო ეს პრობლემა აი ხო თუ მოისმენთ, კარგად მოისმენთ და მე ხანდახან წიგნსაც გადაშლით ხოლმე რომ წაიკითხოთ ან სტატისტიკას შეხედავთ ან კომპიუტერში შეხვალ და შესაბამის საიტებს დაათვალიერებთ, გაცილებით უფრო ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვაწარმოებთ ადამიანები 10-ჯერ მეტ პროდუქციას ვიდრე ვჭამთ. რეალურად რომ ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ დავემორჩილოთ იქაურ რეგულაციებს და გარკვეული ფონდი მიწისა გამოვიტანოთ გასაკეთად. ეს ჩვეულებრივი ამბავია. იმიტომ რომ ეს ვალდებულება არის. ამიტომ ჩვენ ეს ვალდებულება გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე გავწევრიანებით. ლატვიაში არის პრობლემა იმ რჩევაში დამეცილება რომ კარგად შენიღული ქსენოფობია არის ყველაფერი, რადგან ვილაპარაკობ და არის თუ არა ეს ამაზე უკვე რეკლამის შემდეგ ვილაპარაკობ და ახლა კი რეკლამა ცეცხლის ხაზში. სილამაზე შენს თავში და წყალზე წვეთების ცეკვაში იყო მსოფლიოს ნაწილი და თვლიდე მსოფლიოს შენად გიყვარდეს საკუთარ თავთან საუბარი რომელიც გიყვარდეს მასთან სიჩუმის უძვირფასესი წუთები ჩაი გრინფილდთან ერთად როდესაც საკუთარი თავის გესმის ჩაი გრინფილდი და ეუფლე ჰარმონიას ეს გიორგია გიორგის სასწრაფო დასჭირდა ფული და პრობლემის მოსაგვარებლად ველოსიპედის გამოგონება გადაწყვიტა. შემდეგ კი გაახსენდა, რომ თუ ფული გჭირდებათ და გყავთ მანქანა, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. საკმარისია მიმართოთ სვის კაპიტალის ნებისმიერ ფილიალს, სადაც თქვენ მიიღებთ ავტომობილის ღირებულების 100%-მდე თანხას სულ რაღაც 30 წუთში. შეავსეთ ონლაინ განაცხადი. დაგვირეკეთ ან გვეწვიეთ სვის კაპიტალის ნებისმიერ ფილიალში. სვის კაპიტალი, ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალი. ძნელად მოსანელებელი საკვების მიღებისას შესაძლოა სიმძიმის შეგრძნება გაგიჩნდეთ. მეზინფორტე დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში და მოგიხსნით დისკომფორტს. მეზინფორტე საჭმლის უკეთესი მონელებისათვის დამზადებულია გერმანიაში. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. MyGovG მოქალაქის პორტალი. გაარემონტე შეიქმნის საოცრებო სივრცე ბრიკორამა ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში მოამზადე ავტომობილის ზამთრისთვის შეიძინეთ ეგედა მოტორში აკუმულატორების 77 ლარიდან ისარგებლე მათი ადგილზე მიტანის და მონტაჟის უფასო სერვისით და დაიბრუნე 10%-მდე გარანტირებული თანხა ეგედა მოტორსი დროა აირჩიო ხარისხი იცოდი რომ უმეტესობა ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი მას მხოლოდ ზედაპირულად აცილებს და არ მოქმედებს ღრმად არსებულ ქერტლზე. Head & Shoulders-ი კლინიკურად ამტკიცებულია, რომ თითქმის 100%-ით გიცავთ ქერტლისგან. მე გირჩევთ Head & Shoulders. Procter & Gamble ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. მუცლის შებერილობა გაწუხებთ და უხერხულად გრძნობთ თავს. სიმპტომების დამალვას ცდილობთ? ესპუმიზანი მიიღეთ. ესპუმიზანი შლის აირების ბუშტუკებს, ხსნის შეფერილობას და კვლავ თავდაჯერებულად გრძნობთ თავს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საშემოდგომოდ ბესტელში ნებისმიერი მსხვილი საოჯახო ტექნიკა, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ან თუნდაც ტელევიზორი მხოლოდ 549 ლარად. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. გვეწვიეთ და ისარგებლეთ თქვენი შანსით. ბესტელი ჩვენი ბრენდია.
ინტერნეტი, მობილური, ფიქსირებული ტელეფონია, ტელევიზია. მაგთი, კავშირი თქვენ სამყაროსთან. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომისმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გიორგი, არ შეეხო. გაწუხებთ მიკრობები. Safeguard-ი ახალი ტექნოლოგიით დაცვა მიკრობებისგან პლუსზე. ასილებს ბაქტერიებს დაბანისას. დაეხმარება დაბანიდან დაბანამდე საზიანო მიკრობებისგან დაცვაში, რადგანაც ის ხელს უშლის მათ გამრავლებას. Safeguard-ი ყოველდღიური გამოყენებისთვის. სინაზის ნაკლებობა შეიძლება ნებისმიერ დროს დაგატყდეს თავს. ნესტლეს რძიანი შოკოლადი მთელი დღის სამყოფის სინაზის იდეალური მარაგია. ნესტლე იდეალურად ნაზი, ნესტლეს ხარისხი. ისიამოვნე სიახლის სინაზით, ნესტლეს შოკოლადი ორცხობილითა და თხილით. აქცია ექსპრეს ბანკისგან. გადაიხადეთ ექსპრეს კარდით ექსპრეს ბანკის გადახდის აპარატში კომუნალური გადასახადები. ან შეავსეთ მობილურის ბალანსი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე და ყოველ გადახდაზე მიიღეთ გაორმაგებული ბონუს ქულები. თუ ჯერ არ გაქვთ ექსპრეს კარდი, ეწვიეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს და მიიღეთ ბარათი უფასოდ სულ რაღაც 5 წუთში. ექსპრეს ბანკი. მარტივია. აშენი. შეიქმენი საოცრებო სივრცე. ბრიკორამა. ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში. პლავამედი ამბროქსოლის შუშუნა ტაბლეტები ათხიერებს ნახველს. პლავამედი ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. პლავამედი დაამარცხეს სველი ხველა. Johannesburg, Cologne, Chanel. უყურებთ ცეცხლის ხაზს, ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ახვლედიანი და ვახტანგ მეგრელიშვილი. ჩვენი მთავარი კითხვა არის, უნდა იყიდებოდეს თუ არა მიწა უცხოელებზე? ახლა ვნახოთ ჩვენი გამოკითხვა. უნდა იყიდებოდეს თუ არა მიწები უცხოელებზე? არა, არ უნდა იყიდებოდეს. მირჩევნია ქართველებმა ემუშაონ იმ მიწებზე, ვიდრე უცხოელები. უცხოელი ინვესტიციას ჩადებს და ფულს მოიტანს, ნუ პირიქით ბეჭდს წაიღებს და აზრი. თუ ჩვენები და ამუშავებენ, მიხედავენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩვენები თუ არ უვლიან, რატომაც არა სხვა მოუაროს. შეიძლება გაყიდო, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მკაცრად და უნდა დაიცვან ეს მკაცრი. არა, რა თქმა უნდა არა. უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს მიწის არც ერთი გოჯი საქართველოში? არა, არ უნდა იყიდებოდეს. უნდა იყიდებოდეს მარტო ქართველებზე. არ უნდა იყიდებოდეს. ბოლოს ჩვენ აღარ დავგვწევდა მიწა. თუ კი არ შეგიძლია საკუთარის პატრონობა, უნდა გაყიდო, აბა რა უნდა? უნდა იყიდებოდეს თუ არა მიწები უცხოელებზე? რა არის იცი, ზოგჯერ ხომ ამართლებს. კარგადაც ამუშავებენ, აკეთებენ რაღაც, ასაქმებენ ქართველებს. ასე ფიქრობს ჩვენი მაყურებელი, ეს არის ჩვენი ინტერაქტივის კითხვაც, დაგვირეკეთ ზარი უფასოა, გადაცემის ბოლოს ჩვენ შევაფასებთ აი ამ შედეგებს. ახლა კი მე მაქვს კითხვა გიორგისთან. გიორგი, რეალურად თქვენ რაზეც საუბრობთ ყველაფერი, ეს არის პირდაპირ დავარქვა თავის სახელი ქსენოფობია. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ კიდევ არა უშავს და უშუალოდ ფრანგი თუ იქნება მესაკუთრე, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგებს ჩვენი მიწის ინტერესი არ აქვთ, მაგრამ კატასტროფაა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის ძალიან დიდი რისკი, როდესაც აქ შემოდის ინდოელი. აკეთებთ განსხვავებას პირდაპირ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით და ამბობთ, რომ მხოლოდ ქართულს აქვს უფლება, რომ ფლობდეს ქართულ მიწას. მაშინ, როდესაც ქართველები განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევიან ეს არ არის ქართველების ბრალი. ეს არ არის ქართველების ბრალი, ეს არის არასწორი სოფლის მეურნეობის სისტემის ბრალი, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური სახელმწიფოს მიდგომების ბრალი, არასწორად წარმართული კოოპერაციული მეურნეობების ჩამოყალიბების ბრალი და ეს არის არასწორი მიმართულებით განხორციელებული სუბსიდირებების ბრალი. სწორი რა არის, რომ ჩავწეროთ ინდოელს არა. ფრანგს რაღაც შემთხვევაში კი. ქართველს ყველას, ხო? არავითარი ფრანგი, არავითარი ინდოელი, უბრალოდ მე გითხარით, ინდოელი
ისრაელთან, პაკისტანელთან, აზიურ სახელმწიფოებში არსებული პრობლემატიკა, რომელიც განსაკუთრებით საშიში არის. დახატეთ როგორც დიდი საფრთხე, იმიტომ რომ არის ეს საფრთხე მე არაფერი არ დამიხატავს. ინდოელები ეგვიპტეში მიწას და ქართველები არ ყიდიან. არავით არის ქსენოფობია აქ არა. მე არავით არის წინააღმდეგობა არ მაქვს იმასთან დაკავშირებით და არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომ უცხოელი, გამოცდილი ფერმერი ჩამოვიდეს საქართველოში და აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და აწარმოოს საქმიანობა სოფლის მეურნეობის აგრარული მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. აწარმოებენ საქმიანობას. რა თქმა უნდა, მე არაერთი სიუჟეტი გასულა ტელევიზიაში, სწორედ ინდოელების მიერ მოყვანილი მოსავლის არც არის აუცილებლობა მაგ და ამისათვის აი ხლა არ დგას რომ გინდა თუ არა ვიღაცამ უნდა იყიდოს ეს მიწა. არსებობს ძალიან კარგი საშუალება, ძალიან მოქნილი მექანიზმი, როგორიც არის მრავალწლიანი იჯარის მექანიზმი. თუნდაც ავიღოთ 40-45 წლიანი იჯარები. იცით რა, აი ვაკამ საუბარი გაიტანს ამ პერიოდში? არა, მაგ დროს ძალიან მკაცრი რეგულაციები და ხელშეკრულებებით რეგულირდება მისი საქმიანობაც იმ იჯარით აღებულ მიწასთან დაკავშირებით, რომელიც თუ დაირღვევა, მას ჩამოერთმევა ამის უფლება. აი ამიტომაც არ უნდა უცხოელს იჯარა. ამიტომაც ხო და საქმეც იმაში რომ არავითარი კონტროლი არ არსებობს და მაგიტომაც არის ინტერესი სწორედ ქართული მიწის შესყიდვის თვალსაზრისით. ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაშინ იჯარით გაცემული? არა, იჯარა ნებისმიერ დროს შეწყდება იჯარის დარღვევის შემთხვევაში. კერძო საკუთრების ჩამორთმევა განსაკუთრებულ პრობლემებთან არის ყოველთვის დაკავშირებული. ეს მაინც ხო უნდა იცოდეთ. ხუმუსი. ეს ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ კონსტიტუცია 21 უფლება არის აღიარებული საკუთრების საყოველთაო უფლება, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის. ეს უფლება ზღუდდა. მიწა არ უნდა გაიყიდოს. კი, ირა ჭავჭავაძე ამას ნამდვილად ამბობდა, ბატონო ვახტანგ. იჯარით უნდა გავცეთ. ეს არის სპეკულაცია. ირა ჭავჭავაძის ციტატები ლაპარაკი, როდესაც ლაპარაკი ახლა სოფლის მეურნეობის სპეკულაცია, დიახ, ფაქტიკი სპეკულაცია. როდესაც თქვენ ახლა მელაპარაკებთ, როგორ უნდა გავითარდეს 21 საუკუნეში სოფლის მეურნეობა. ანჯაბელს რატო ახსენებ ძალიან მაინტერესებს. ისი რა მაინტერესებს გიორგი? როდესაც იძახის რომ მიწას გვართმევ. რუსული ოკუპაცია და რუსი ჯარისკაცის ინდოელი ფერმერის შლოპანი. რუსი ჯარისკაცის შექმნა უფრო საშიშია თუ ინდოელი ფერმერის შლოპანცი? არაფერში რუსი ჯარისკაცის დემაგოგია და არ ვიცი რა. მაგდა ბოლოს და ბოლოს ჩვენც ვართ ეთერში. ესე იგი ცნობილია რომ მიწის საკუთრება არის აკრძალული ან მხოლოდ უცხოელებზე, ისრაელის მოქალაქეს კი არ ფლობს საკუთრებაში მიწას, ამისგან მიუხედავად ისრაელის აგროსამრეწველო კომპლექსი ერთ-ერთი განვითარებულია მსოფლიოში. ანუ უშლის ხელს აი ამ სეგმენტის განვითარებაში. აი როგორ გაანალიზებთ ამ მაგალითად. მადლობა ნორმალური შედარებით შეკითხვისთვის. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყანას აქვს სხვადასხვა რეგულაცია მიწებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუნდაც როგორც ისრაელის შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ, ასევე შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის შტატები. ანუ არის შტატი, სადაც თქვა სახელმწიფო საკუთრებაშია 98% მიწის, ანუ სახელმწიფო ფედერალური და შტატის საკუთრებაში, ანუ საჯარო სექტორში და არის შტატები, რომელშიც სრულად საპირისპირო მდგომარეობა. და ნუ ფაქტობრივად თქვა სხვადასხვა პროპორციით რო ავიღოთ, თლიანად თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში 60% მიწის არის კერძო საკუთრება და 40% არის საჯარო საკუთრება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შტატებში ეს პროცენტი არის სხვადასხვა. ანუ როდესაც ქვეყანა რაღაც ნაბიჯს დგავს, ეს ეკონომიკურად შეიძლება იყოს მისთვის სასარგებლო ან საზიანო, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ერთი ფაქტორისგან არ შედგება, ეს არის ბევრ ფაქტორზე დაფუძნებული. და მე არ მგონია, რომ თქვა ისრაელის მაგალითი ამ კომპონენტში მეტყველებს ისრაელის სასარგებლოდ. ანუ ისრაელს რომ არ ქონდეს მსგავსი კანონმდებლობა და პირიქით განსხვავებული კანონმდებლობა ქონდეს და მიწაზე კერძო საკუთრების თქვა რაღაც ბევრად უფრო დიდი გარანტიები ქონდეს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა დღეს იმაზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. ეს ანუ ამას ადასტურებს რატომ მოვყევი მე შტატების მაგალითი. ამას ადასტურებს ის შტატების მაგალითები, სადაც მეტია კერძო საკუთრება, ამ შტატებში როგორც მიწის ფასია მაღალი ერთეულზე, ასევე თქვა რაღაც ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით ამ შტატებში მდგომარეობა უკეთესია ვიდრე იმ შტატებში, სადაც პირიქით არის ეს პროპორცია. ეს ერთი. მეორე ჩვენ ხო ანუ რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ ანუ შეიძლება ბევრი რაღაცა ისეთი მაღალფარდოვანი სიტყვები მოვიყვანოთ, მაგრამ საუბრობთ სინამდვილეში სოციალიზმზე. სოციალიზმი არის ისეთი მოწყობა საზოგადოების, სადაც ადამიანებს არ აქვთ კერძო საკუთრების უფლება. ანუ სუფთა სახით ეს შეიძლება იყოს რაღაცა ვენესუელაში, კუბაში ან საბჭოთა კავშირში. კი ბატონო, კიბუციც ზუსტად ანალოგიური, ოღონდ ცოტა განსხვავებული, მაგრამ სახელმწიფო მასშტაბით ეს შეიძლება ასეთი იყოს, ხო?
ანუ ჩვენ რაც უფრო დავშორდებით აი ამ საბჭოთა კავშირს მოდი ბრწყალებში ჩავსვათ საბჭოთა კავშირს კოოპერაციას უარყოფთ? კი, ცხადია, უარყოფთ თუ ეს არის ძალადობრივი ფორმით. ანუ თუ ეს არის კერძო მესაკუთრეების შეთანხმებით, ეს საქციო საზოგადოება ჩვეულებრივი ბიზნესია, ხო? ანუ ჩვეულებრივი ბიზნესთან ცხადია, არავის არ შეიძლება მონობაზე არ ვლაპარაკობთ, თორემ მაგმართულებით ძალადობაზია, ანუ ძალადობა არის ფაქტორი განსაზღვრელი. თუ ძალადობით ხდება კოლექტიური მეურნეობის ჩამოყალიბება, ეს არის ძალადობით შექმნილი რაღაცა კოოპერაცია და თუ ეს ხდება ნებაყოფლობით ადამიანების შეთანხმებით, ეს არის ძალიან კარგი ფორმა ბიზნესის. ბატონო ვახტანგ, ესე იგი მე დაგისვით კითხვა. ცნობილია რომ ისრაელის აგროსამრეწველო კომპლექსი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არსებობს კერძო საკუთრების ფორმა, როგორ ახსნით ამ ფენომენს? ანუ თქვენთან ხო არის რაღაცა უშუალო კორელაცია მიწის საკუთრების და ესე იგი ეფექტიანობის შორის, ხო? კი ბატონო, როგორ ახსნით ამ ფენომენს? მაგალითად, ეს ჩვენ ახლა მაგალითად თქვენ არ იცით ზუსტად რა რესურსებს ასხავს მაგალითად ისრაელის სახელმწიფო ეკონომიკის ამ სექტორში. საბჭოთა სარაკეტო მშენებლობა იყო ძალიან ეფექტური, საუკეთესო რაკეტები ჰქონდა საბჭოთა კავშირს. მაგრამ ეს სულად არ ნიშნავდა იმას, რომ ძრავები დღემდე ამარაგებენ შტატებს, კი ბატონო. არ ნიშნავდა იმას, რომ რაღაცა საბჭოთა მრეწველობა ჯობდა თქვა კაპიტალისტური სამყაროს მრეწველობას, ხო? უბრალოდ ფაქტი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირი ყველაზე დიდ რესურსს სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიაში ასხავდა. შესაბამისად ეს ინდუსტრია მას ყავდა განვითარებული. ისრაელის მაგალითად ზუსტად ასეთია. ისრაელში ხადია, სუბსიდირება, ანუ ასეთ ქვეყნებში პრაქტიკა ხო არის სუბსიდირება, განსაკუთრებით დიდი მაგალითად. სოფლიოში არის დაახლოებით სადღაც 20 ქვეყანა, რომელშიც უბრალოდ სახელმწიფო არ ასუბსიდირებს სოფლის მეურნეობას. ახალი ზელანდია მაგალითად. მაგალითად ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არგენტინა, ანუ არის რაღაც ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც არ ასუბსიდირებენ სოფლის მეურნეობას. და თქვენ თუ შეადარებთ ამ ჯგუფის ქვეყნების სოფლის მეურნეობის კრიზისის შემდეგ სოფლის მეურნეობის ეფექტურობას სხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ეფექტურობასთან თქვენ დაინახავთ რომ მე ვარ მართალი და ამ ქვეყნების სოფლის მეურნეობა მუდმივად უმჯობესდება, მაგალითად ექსპორტი უმჯობესდება, სხვადასხვა პარამეტრებით უმჯობესდება. რაც არ უნდა არგუმენტები მოვიყვანოთ. შინაარსი არის ის, რომ წარმატებული სოფლიოში შეიძლება იყოს ქვეყნებს, რომლებიც ძალიან კაცად აკონტროლებენ, მაინც აუდგეთ და ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე. ეს სად გასწავლეს? რას ნიშნავს სად გასწავლეს? როდემდე შეიძლება? დაასკვნა არის ის, რომ სოფლიოში შეიძლება ვიღაცები შეცდომებს უშევდნენ, მაგრამ ჩვენ არა ვართ ვალდებული, რომ ჩვენ არ ვიაზროვნოთ. ისრაელი შეცდომას ხადია, ისრაელი უშვებს შეცდომას და არის სოფლიოში პირველი მიმწოდებელი. ახალი ზელანდია არ უშვებს შეცდომას. პირველი მიმწოდებელი გრეიფრუტის, წინ პირველი მიმწოდებელი უამრავი პროდუქციის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც არის სოფლიოში ლიდერი აი ამ პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. თურმე ეს სახელმწიფო უშვებს შეცდომას. კი, უშვებს შეცდომას. მე პრობლემაა რომ უშვებს შეცდომას. დღეს საქართველოს რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არა ვარ იმის მომხრე, რომ სახელმწიფო მიწების დიდი რაოდენობა არსებობდეს და ის არ იყოს კერძო სექტორში. ჩვენ სხვა გზით უნდა წავიდეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ მაქსიმალურად თქვით აი გზა რა. ისმინეთ ახლა. წიგნებს თქვენ არ კითხულობთ ინტერნეტში, თქვენ არ შედიხარ. მარტო მთავარია ილაპარაკოთ, რომ ეს არის კარაქი და გავყიდოთ პირდაპირ ესე როგორც ან გავაჩუქოთ. ახლა გეტყვით როგორ უნდა გზით უნდა წავიდეთ. პირველ რიგში უნდა მოხერხდეს ის, რომ სახელმწიფოს ხელში რაც შეიძლება სწრაფად აღარ უნდა დარჩეს სახელმწიფო მიწები და ეს კონკრეტული სასოფლო სამეურნეო და სახნავ სათესე მიწები. ის უნდა ძალიან სწრაფი აუქციონების მეშვეობით მოხდეს მისი განსახელმწიფოებრიობა და კერძო სექტორში გადასვლა. საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობ. მხოლოდ ეს არის იმის გარანტია. საქართველოს მოქალაქეები არ გაყიდიან მე ამ მიწას, არ იქნება გასული. როდესაც არ იქნება ამის უფლება, ამის გაყიდვის ვერსადაც ვერ გაყიდოთ, ესე იგი გადასცეთ საქართველოს მოქალაქეებს და არ კონდეს არც ერთ უცხოეთის მოქალაქეებზე არ უნდა გაიყიდოს. ეს საკონსტიტუციო სასამართლო უკვე თქვა, რომ არის არაკონსტიტუციური ეს გადაწყვეტილება გიორგი 21 მუქლი საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ როდესაც მორატორიუმს გამოვაცხადეთ, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, ეს არის ქსენოფობია, ეს არის ფაშიზმი და ეს არის შეზღუდვა. არ არის ქსენოფობია. რუსი ფაშისტები არის. კიდე გეუბნებით, რუსიც იყოს
ინდოელიც იყოს, ამერიკელიც იყოს. ეხლა მითხარით რომ არ იყოს ჩამოვიდეს იჯარით აი. რუსი იყოს? ნებისმიერი ადამიანი. არ დამისვამს გიორგი ეს. თქვენ გამოირჩევით განსხვავებულ საგარეო იჯარით რო გაიგო. ნებისმიერი ადამიანი ჩამოვიდეს და იჯარით გაიგო. მე გეტყვით რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციას აზრი არა. ბატონო დაასრულოს. დავასრულეთ. უნდა მოხდეს მისი განსახელმწიფოებრიობა. ხოლოდ მას შემდეგ გაიზრდება ფასი აი ამ მიწაზე, როდესაც მოხდება სრულიად თელი ჩვენი სახნავ სათესი და ბაღვენახების ფონდის გასხვისება, ანუ კერძო მესაკუთრეში გადაცემა. მაგაში თახტები. მოხდება ის, რომ მიწის ფასი გაიზრდება. რაღაცა შეთანხმება. როდესაც მიწის ფასი გაიზრდება, შემდეგ იმ ადამიანს ელემენტარულად ამ მიწის ბანკში ჩადება შეიძლება კრედიტის ასაღებად. მე ყველაზე გასაგები ტერმინებით ვლაპარაკობ. უამრავი სხვა რამე შეიძლება გარდა ამისა. შეიძლება ასევე გაყიდოს, ხო? თქვა თავისი მიწა მიყიდოს ფერმერს. იმ ფერმერმა უნდა იყიდოს, გამსხვილდეს და საქართველოში სოფლის მეურნეობაში დახმარებული ადამიანების ძირითადი მასა უნდა იყოს 5-7% მაქსიმუმ, ხო? რაც არის საერთაშორისო სტანდარტი. ეს არის მილევადი რესურსი და არა გამოვლებადი. ანუ უბრალოდ ჩვენ ხო თემა რაზე გვაქვს დღევანდელი გადაცემის. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე კი არა, რომ მაგალითად აი ბატონ გიორგისთან თანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფოს ხელში საერთოდ არ უნდა იყოს მიწა და ის უნდა იყოს ჩართული ეკონომიკაში. განსხვავება სად არის? განსხვავება იწყება მას მერე, როდესაც ბატონი გიორგი ამბობს, რომ მათ შორის ჩვენ ქართველებს, როცა გვექნება ეს მიწა, ქალაქებს. ხო, ეგ ერთ-ეგივეა. ნო, თვათეთი და იგივე არის. შევარ მრავალეთნიკური ქართველი. ნუ აზერბაიჯანელი ხო არის ქართველი, არის საქართველოს მოქალაქე, ხო? ანუ ქართველი ძალიან დიდი ბოდიში ეთნიკურ წარმოშობას თუ უსვავთ ხას, ეს არის ქსენოფობია. ანუ ჩემთვის აზერბაიჯანელი ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე არის ქართველი, წერტილი, მორჩა. ანუ შესაბამისად თუ ჩვენია ეს ინტერესებული ხართ აზერბაიჯანელი. შეიძლება რომ დავასრულო აზრი. ანუ აზრი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ეს მიწა იქნება კერძო მესაკუთრეების ხელში და კერძო მესაკუთრეობა ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია ეს ტელეფონი ხა დავამტვრიო, იმიტომ რომ ჩემია და თქვენ ამაში ხელს ვერ შემიშლით. ასევე ამ ადამიანებს, ვისაც ეკნებათ ის ქართული მიწა, რასაც როგორც თქვენ ეძახით, უნდა გქონდეთ ამ მიწის განკარგვის უფლება, მოსილება. ეს იმას ნიშნავს, რომ გინდა თქვენ მოყიდით ქართულს და გინდა არ მოყიდით თქვენ და მიყიდის, არ ვიცი, ჰოლანდიელ ან ენჯაბელ განადგურებას უნდა გქონდეს ანალოგიის. თუ მე იმიტომ რომ არ არის ეს მიწა, შემიძლია გავაჩერო მიწა. საკუთრების შინაარსი არის ეს. საკუთრების შინაარსი. მაგრამ არსებობს უყურებს, რატომ უნდა უკაცრიელოს სხვანაირად? კაცი გააჩვენეთ. ანუ არსებობს მეორე ვარიანტი, როდესაც შენ საკუთრებას გარკვეული შეზღუდვებით ყიდი. როდესაც შენ საკუთრებას ყიდი შეზღუდვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულ უფლებას არ ფლობ ამ საკუთრებაზე. თუ ჩვენ გაღელვებთ, არის გლობალური დათბობა, ეკოლოგიური პრობლემები, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე არა საქართველოს მოქალაქეს, იმ საკუთრებაზე, რომელიც მან შეიძინა, შეგვიძლია დავუწესოთ თანაბარი შეზღუდვები, რომ მან არ მიაყენოს ზარალი ეკოლოგიას, არ წაიღოს ხუმუსი, როგორც წერან რაღაცა სასაცილო რაღაცას ლაპარაკობდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში განსხვავება მოქალაქეობაში 150.000 შეუძლებელი არსებობს. გადავიდეს კერძო ხელში. არა, რა აუცილებლობა არ უნდა წავიდეთ. გადაცემა ესეთი როგორც არის, ჩვენ არ უნდა გავიდეთ ამ თემიდან. და თემა ჩვენი არის ზუსტად ის, რომ შეგვიძლია თუ არა ჩვენი საკუთრება გამოვიყენოთ თავისუფლად. ისევე როგორც შემდგომში იმ უცხოელს უნდა შეეძლოს ასევე გაყიდოს როგორც ქართველზე ისე უცხოელზე, ქართველსაც უნდა შეეძლოს რომ გაყიდოს. ამით ხასი იწევს მიწის. ანუ წერანულ საუბრობთ რაც უფრო მეტია რეგულაციები, რაც უფრო შეზღუდულია საკუთრების უფლება. ამ ადამიანს გაცეს პასუხი კონკრეტულად არ ველაპარაკებთ. ანუ როგორ გაითვალისწინოთ არა, საუბარი რაზეა, რომ თავარი ამოცანა რა არის, რომ ჩვენ მოგვეცეს კაპიტალური საშუალებები, რათა ინვესტიცია გავაკეთოთ სოფლის მეურნეობაში, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა შემდგომში გახდეს უფრო ეფექტური. იმისთვის რომ ეს მოხდეს, საჭიროა რომ მიწის ნაკვეთის ფასი აიწიოს. ამისთვის რაც არის ხელისშემშლელი ფაქტორები, ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ჩამოვაცილოთ ამას და რაც ამას ხელს შეუწყობს, ჩვენ ამის საშუალება უნდა მივცეთ. ერთ-ერთი ფაქტორი არის საკუთრების. როდესაც ვაუბრობთ იჯარაზე, როდესაც თქვენ გაქვთ იჯარით რაიმე საკუთრება, თქვენ არ გიღირთ მასში ინვესტირება. რომ ეხვალთ ბანკში და ბანკი როდის უფრო მეტ კრედიტს მოგცემთ, როდესაც თქვენ აჩვენებთ იჯარის ხელშეკრულებას, თუ როდესაც თქვენ აჩვენებთ საკუთრების დამადასტურებელ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, საჭიროა რომ საკუთრება მაქსიმალურად იყოს. თუ მაგალითად არის რაღაც ფაქტორები, მაგალითად მეწყერ საშიში ზონა და იქ ვიღაცამ არ შეიძლება გაჩეხოს ტყე.
სათხადია რომ შეიძლება იმის გამო რომ ქვემოთ ვიღაცა საფრთხე ემუქრება შეუზღუდო საკუთრების უფლება და რეგულაცია დააწესო როგორ შეიძლება მან იქ მოჭრას ტყერო ქვემოთ ვიღაცები არ დაზიანდნენ მაგრამ როდესაც ყოველგვარი საფრთხის გარეშე პომიდორის მოყვანაზეა ან რაღაცა მსგავსი სასოფლო სამეურნეო კულტურის მოყვანაზეა არანაირი რეგულაცია ამ ნაწილში ჩვენ არ გვჭირდება და არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დაფიქსირებულა დღემდე საქართველოში როდესაც საქართველოს არა მოქალაქე მიწის მესაკუთრემ რაიმე ზიანი მიაყენა ან იმ მიწას რომელზეც ის მუშაობდა ან იმ საზოგადოებას რომელიც მიგრაციაში ცხოვრობს მაგალითს მოგვეყევი დაჭერება მაგალითს ერთ-ერთ სოფელში ეხლა არ დავასახელებ შეგნებულად ერთ-ერთ სოფელს ქუთაისთან ახლოს თერჯოლის რაიონში მოსახლეობამ გთხოვა ჩასვლა იმასთან დაკავშირებით რომ ძალიან 2 თუ 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების აი ამ ავადმსახსენებელ 2012 წელს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დანაშაულებრივი გადაწყვეტილების შემდეგ ორმა ნიგერიელმა ადამიანმა იყიდა პრაქტიკულად წყალწითელას თითქმის მთელი კალაპოტი გვერდზე და გვერდზე მდებარე მთელი 2 თუ 3 ჰექტარი მიწა. გადაწყვიტეს, ეს არის ის ტერიტორია, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მთელი ქუთაისი ისვენებს უბრალოდ და გაურბის აუტანელ სიცხეს. და იქ მთელი პლაჟებია მოწყობილი, ცნობილი ადგილია ეს. შესაბამისად, როდესაც ნიგერიელებმა იყიდეს ქუთაისური პლაჟი. იყიდეს ქუთაისური პლაჟი და გადაწყვიტეს რა? გაეკეთებინათ იქ დიდი საღორე. რომელიც წყალწითელასაც აზარალებს და დააზარალებდა იქ ძალიან მკაცრი ჩარევა რო არ მომხდარიყო და მოსახლეობის ძალიან მკაცრი წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით დააზარალებდა იმას რომ არავითარი პლაჟი იქ აღარ იქნებოდა საერთოდ და არავითარი საშუალება ნიგერიელი რა შუაში არა ნიგერიელი უბრალოდ აღმოჩნდა როდესაც მახეთ ეს ნიგერიელი საქმე იმაშია რომ ვერანაირად ვერ შევეწინააღმდეგე და ძალიან საინტერესო ახალ თემა შემოვიდა ის ნიგერიელი საქართველოს მოქალაქე გახდა გადაიკეთა სახელი და გვარი და გახდა ნიკო ჭავჭავაძე და იმ ნიკო ჭავჭავაძე იყიდა წყალწითელას ტერიტორია და თავისი 2-3 ჰექტარი დააკეთებდა იქ საღორეს. ეხლა როგორც საქართველოს მოქალაქეს ვერაფერს იმას ვერ ეტყვი. აქ შემოდის მეორე თემა. ძალიან მკაცრი რეგულაციები არის იმასთან დაკავშირებით განსახორციელებელი, რომ საქართველოს მოქალაქე არ გასცეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ეს ალბათ უკვე ჩვენი სხვა გადაცემის თემა იქნება. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა იყოს მიღწევადი და ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვის შემდეგ და 엘ემენტარული ცნობიერები ოდნავ მაინც საქართველოს გვარის მიღებაზე განსაკუთრებით ამბავი. ერთადერთი კითხვა მაქვს. ერთი კითხვაც მაგ მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება საზღვისპირა ტერიტორიებთან დაკავშირებით. თქვენი საზრით უნდა იყიდებოდეს თუ არა ეს ტერიტორიები და რა საკუთრების ფორმა. კარგი კითხვა, იმიტომ რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კანონმდებლობა რაღაც სისულელეს თulis ან კანონმდებელი ქართველი რაღაც 5 კილომეტრიანი ზონა და ასე შემდეგ. ეს არის სისულელე რა გამომდინარე რატო? წარმოგიდგენთ რომ ანუ ამ ჯერჯერობით ძალიან დიდი პარტია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოვიდგინოთ მისი საზღვარი 5 კილომეტრის ზონა და ასე შემდეგ, რომელიც შეიძლება დარჩეს ეკონომიკური აქტივობის მიღმა ჯერ ერთი. და მეორეც ერთი ანუ ამ ზოლში რამე ხდება? ანუ რატომ არ შეიძლება და ვინ უფრო იქნება დაინტერესებული მე პატრონე რომ აი ის ქვეყანა დაიცვა, სადაც მას აქვს საკუთრება, თუ იმ შემთხვევაში, როდესაც მას არაფერი არ აკავშირებს მათ შორის სასაზღვრო ზოლთან. ანუ ეს სხვადასხვა წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რომ ანუ თუ ჩვენ მართლა გვინდა რომ მოქალაქეებს გქონდეთ ამ ქვეყნის მიმართ რაღაც ისეთი გზნო განცდა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, მათი დასაცავი ქვეყანა, მათ საკუთრებას ექმნება საფრთხე, მათ ოჯახს ექნება საფრთხე. ჩვენ ამ შემთხვევაში პირიქით რაც უფრო მეტად, ანუ აქ შეიძლება იყოს შიში, რომ აგერ რუსის რაღაცა ტანკი დგა, ან ჯარი დგა და მე იქ რაღაცა მიწა როგორ ავიღო, იმიტომ რომ ყოველთვის საფრთხე მემუქრება. მაგრამ იგივე იმ საზღვარგარმა ოკუპანტმა რუსმა რომ გადაწყვიტოს საზღვისპირა ტერიტორიების საქართველოს მხარეს კონტროლირებადი შეიძინოს დიდი რაოდენობით, მით უმეტეს რომ ის გაუსაძლის პირობებში ჩვენ არა ვართ ეს ადამიანები, ვინც ამ განკარგავთ ამ მიწებს. ეგრეთ წოდებული საზღვისპირა ჩემი აზრით, მოკლედ ძალიან ვიღაცა ბოროტმარქიან მაკუდიანმა რუსთან როგორც ჩემი ოპონენტი საუბარი არა პასუხი არის უკეთ მაგრამ მე მინდა უბრალოდ დიაგნოზის ფორმით არა თუ საფრთხეს ვერ ვხედავ მე ვხედავ საფრთხეს ლოგიშია იმ ადამიანებში ვხედავ საფრთხეს გასაგებია სამწუხაროდ მეტი დრო აღარ გვაქვს და დავასრულოთ ეს იყო ცეცხლის ხაზი ჩვენი თავარი კითხვა იყო უნდა იყიდებოდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე შედეგებს თქვენ ეკრანზე ხედავთ
დიდი მადლობა გიორგი ახვლედიანს, ვახტანგ მეგრელიშვილს ვაკაშებთ ახდით რამეზე. ვერც ამ ჯერაც ვერ შევთანხმდით ვერაფერზე მაგრამ. ჩვენ გემშვიდობებით ცეცხლის ხაზის შემდეგ გადაცემამდე.